მე მქონდა ჩაწერილი ვიდეო თემაზე ვინ გვართმევს ენერგიას, ანუ ენერგოვამპირებზე და მე მკითხეს მხოლოდ ვინ არის თუ რაც არსებობსო და შეიძლება ახლა ჩავწეროთ ვიდეო სწორედ ამაზე რა გვართმევს ენერგიას. არა ვინ, არამედ რა გვართმევს ენერგიას. პირველი ჩვენი ენერგიის გამტაცებელი ეს არის ნეგატიური მოლოდინები და განწყობები. როდესაც ხარ მუდმივად ნეგატიურ მოლოდინებში, განწყობებში, შენი ენერგია სწრაფად, ესე ვთქვათ, უცბად იცლება, როგორც ტელეფონის ბატარეა იცლება, ვთქვათ, ძალიან ყინვაში ან სადღაც არაადეკვატურ მდგომარეობაში. ამიტომ უნდა იცოდე, რომ ეს პირველი ამბავი არის, რაც უნდა გადაჭრა. მეორე ეს არის წარსულზე ფოკუსირება. მით უმეტეს თუ წარსულის მოგონებები არის ნეგატიური. პოზიტიურზეც ფოკუსირებაც არ არის კარგი და მით უმეტეს ნეგატიურზე, ამიტომ ეს წარსულის ამბების მუდმივად გახსენება, მასე ფიქრი და ფოკუსირება ამ ამბავზე და გადახარშვა და დღევანდელ დღეზე უარის თქმა არის ის, რაც გვართმევს ენერგიას. მესამე ეს მოუწესრიგებელი ძილია, უნდა იცოდეთ, რომ თქვენ ხშირად სრულად ენერგია გამოცვლი ხართ, იმიტომ რომ უბრალოდ არ გეძინათ კარგად. ან შემდეგი თქვენ გაკლიათ წყალი, წყლის ნაკლებობა თურმე იწევს ასევე ენერგიის ნაკლებობასაც. კიდევ ერთი ეს არის დამღლელი სამუშაო. სამუშაო ხშირად დამღლელია, მაგრამ აი მუდმივად დაღლილ მდგომარეობაში, როდესაც ხართ, როდესაც იმაზე მეც ტვირთულობთ, ვიდრე შეგიძლიათ, იწევს თქვენი ენერგიის სრულად გამოცვლას, ამიტომ ამას რაღაცით შევსება ჭირდება. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი სხვათა შორის ბაზა, სადღაც საიდანაც ენერგიას ვიღებთ, თუ ამას მიაგნებთ, ენერგიის წყარო იქნება უდიდესი და აი რაღაცა სულ მუდმივად შეივსებთ. მე ვიცი ჩემი ენერგიის წყარო რაც არის, ამიტომ იმით ვცდილობ ხოლმე შევლისო აი ეს დაცლილი ბატარეები. კიდევ ერთი ენერგიის წყაროს ასე ვთქვათ, წამღები, დამცლელი ჩვენგან ეს არის ერთფეროვნება. ერთფეროვნება, როგორც არ უნდა იყოს ის, არის ძალიან დამღლელი და ჩვენგან ძალიან დიდი ენერგია მიაქვს. აი იდეალურ პლაჟზე რომ იწვევ თქვათ პირობითად 10 წელი, სულ ერთი იგივე რაღაც ვაკეთებდე. ეხლა სანატრელია თქვათ, შეიძლება მერე იქნება ძალიან დამღლელი, ამიტომ აი ეს ერთფეროვნება არის ხოლმე სწორედ ის, რაც გვაცლის ენერგიას სრულად. კიდევ ერთი, ეს არის წუწუნი, მუდმივი, წუწუნის შენი, წუწუნის ხვისი მოსმენა, ხვისი წუწუნის მოსმენის. კი ბატონო, შეიძლება თქვათ აი რეალურ ცხოვრებაში შეზღუდო და ამაზე მაქვს მე ვიდეო ჩაწერილი და შეგიძლიათ ნახოთ, როცა გვეწუწუნებიან, უბრალოდ გავაჩეროთ და უთხრათ, რომ მე ახლა ამის მოსმენა არ შემიძლია, მაგრამ რას უშვებით სოციალურ ქსელებს. აი ეს სკროლვის პროცესში ხო მუდმივად ვიღაცა შეგხვდებათ, სულ ვიღაცა რაღაცას წუწუნებს, რაღაცას განიცდის, რაღაცას მოთქვამს და ისე რომ თქვენ ამას ვერც აცნობიერებთ, დღის ბოლოს ენერგია გაქვთ გამოცვლილი. ანუ თქვენი თავი ხო გაგჭირვებია და ეხლა კიდე დამატებით გარედან რაღაცეები. ამიტომ თანამედროვე სამყაროში უკვე აქტიურად განიხილება სოციალური ქსელებისგან დეტოქსის, ასე ვთქვათ, კურსები, ანუ არის სპეციალური რაღაც ადგილები, სადაც მიდიხარ და რაღაც ვთქვათ, პირველ 2 კვირა საერთოდ აკრძალული გაქვს ყველანაირი სოციალურ ქსელზე წვდომა და სერიოზული დამოკიდებულები ვართ ჩვენ სოციალურ ქსელებზე და აქედან დეტოქსი, რა თქმა უნდა, ხშირად გამოსავალია ხოლმე, როცა გზნობ, რომ უბრალოდ აღარ შეგიძლია მეტი 2 კვირით შეგიძლია თქვათ პირობითად გათიშო ნებისმიერი სოციალური ქსელი. და მხოლოდ დადებით რაღაცეებს მოგიდო ხელი. კიდევ ერთი ეს არის სტრესი. სტრესი ჩვენგან მიაქვს ენერგიის ძალიან დიდი ნაწილი, ამიტომ სტრესის მდგომარეობას ჭირდება შეცვლა, გამკლავება. ამას შეიძლება უბრალოდ რომელიმე სპეციალისტი თქვენ დაიხმაროთ. ენერგიის დიდი ნაწილი მიდის ასევე ჩვენგან ნარკოტიკით, სასმელ დამოკიდებულებით, ნიკოტინ დამოკიდებულებით და ნებისმიერი დამოკიდებულებით. ნებისმიერი რამ, რაზეც ვართ ჩვენ დამოკიდებული, ჩვენი ენერგიის წყაროს წამღებია. აი კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულებაც ენერგიას გვაცლის. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ კი რამეზე ვართ დამოკიდებული, აი რა, თუნდაც კითხვაზე თუ ვართ დამოკიდებული, ესეც გამოსასწორებელია, იმიტომ რომ შეიძლება დადებითი იყოს ის, რომ ინფორმაციას ბევრს ვიღებთ, მაგრამ ნეგატიურია ის, რომ ჩვენგან მიდის ენერგია. და ბოლო შეიძლება იყოს ის, რომ როდესაც ჩვენ გვაქვს შიშის და წყენის დიდი მარაგი დარჩენილი საკუთარ თავში, ეს არის მიზეზი იმისა, რომ ენერგია ჩვენგან გადის. ანუ წყენა, ბრაზი,
რაღაცა გადაუხარშავი ემოციები გვართმევს ძალიან ბევრ ენერგიას. ამიტომ პირველ რიგში, როდესაც ჩვენ ამ წყენებს, შიშებს, ბრაზებს გადავაგდებთ ხოლმე, ყველაზე მაგარ საჩუქარს უკეთებთ საკუთარ თავს, არა სხვას, არამედ თავს. მიტევების პროცესი სწორედ ამიტომ არის ძალიან საინტერესო, რომ როდესაც მიუტევებ, თუ ამას მოახერხებ, ამას საკუთარ თავს ჩუქნი შენ პირველ რიგში და მე მეორე ადამიანს რა. პირველ რიგში ჩვენთვის გვჭირდება. თუ მოგწონთ ვიდეოები, რომელსაც უყურებთ და თუ უკვე არ გათიშეთ 2 კვირით თქვენი სოციალური ქსელები, გამოიწერეთ ის არხი, სადაც ეხლა ამ ვიდეოს ნახულობთ. ეს არის ფასკუნჯი, გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა. დაეწარით ჩვენს კურსებს, რომელიც ძალიან ბევრი ტარდება აქ ამ სივრცეში და ვიმეგობროთ ამ თვალსაზრისით.